პირველი ნაწილი სრულად სახეგრძელო იყო, ჩვეულებრივად აი ყანწი უნდა დააჭერნა ხელში და ჩვენ ქართველები უძველესი ის. მათ მთავარი ამბავი იყო, როდესაც მან რაღაცნაირად ოს და აფხაზ დებს და ძმებს მიმართა. ჯერ ახსენე რომ ჩვენი ქვეყანა დღემდე ოკუპირებულია, ოღონდ არ ახსენე ვის მიერ არის ოკუპირებული. როდესაც გაქეს ეს ტრიბუნა და რაღაცა არაღიარების პოლიტიკა ხოცების დროს ხო საერთოდ ჩავარდა. და იმის ნაცვლად რომ გამოიყენო ამ ხელა ტრიბუნა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთი არის ამ დღეს, როდესაც პარალელურად რაღაც უკრაინაში მიდის ეს ამბავი და უკრაინაზე არის გადატანილი მაქსიმალური ყურადღება, კიდევ ერთხელ გაახსენო ის, რომ ხო რაღაც 2008 წელი იყო ყირიმამდეც და დღემდე გავლილი გვაქვს. მაგრამ რუსეთი არ ახსენა და ეს კონფლიქტი გამოიყვანა ისე თითქოს აი ჩვენსა და აფხაზ და ოს ძმებს შორის არის რაღაცა კონფლიქტი და ეგ წყენები რაღაცნაირად უნდა დავივიწყოთ და რაღაცა ყველაფერი დავალგოთ. კონფლიქტის წარმოჩენა ისე თითქოს რუსეთი არაფერს შუაში იყო 90-იანებში ომი რო იყო აფხაზეთში და გენოციდი მათ შორის და 2008-ში რო სამაჩაბლოს ომი ქონდა, მათ რუსეთი არაფერს შუაში უბრალოდ ადგილზე რაღაც სეპარატისტულმა ჯგუფებმა გამოიწვია ეს კონფლიქტი.